მოკლედ ესე იგი ეს არის მოგესალმებით, ეს არის ბოლო პოდკასტი ამ არხზე, ამის მერე უკვე პოდკასტის სხვა არხზე გადავა და იქ ალბათ უკვე გამოვჩნდებით კიდე ფიზიკურად და რაღაცა სტუდიო თითქმის დასრულდა, გაკეთება და როგორც კი პომდე დასრულდა, იქ უკვე მე საუბარსაც შევძლებთ და ასე შემდეგ რა. კაი, ჩვენი სტუმარია, ესე იგი დონ ინჯიან ქორიძე. გამარჯობა საბას მაყურებლებო და რაღაცები და ესე იგი პირველად ვარ ესე და არ ვიცი როგორ ისქნა რა უნდა ვისაუბრო, ამიტომ მოდი ცოტა გადავხვევ თემას, ჩემს გაცნობას და რაღაცებს სამგავიცემდე რაღაცები, მანამდე რაღაც ვიტყვი. მოკეცება გიო იყო და მიჯო, რა ქვია, აქ რა, კარჩე მიჯო იყო ჩამასული რა. ხო და გიომ და მიჯომ კარჩე ისაუბრეს რაღაცები და მე კარჩე შენზეც ისაუბრეს რა. ხო და ჩანაწერი კარჩე მოგასმენებ შენზე რა ილაპარაკეს რა და ბარემ მონტაჟში ჩასვი მერე. მიჯო, საბაბაი რახტალოღლი შენინა ნარაგოროდო? გიო, იგი ჩქაფავკეა და მო უჩქაფახოშირო. თეგინენ ხოფასკონო ლარიშანა ფინენეზომენ, თოლა, იგი უჩქაფალაზური იცკანი, ჰემ ქართული, ჰემ თურქული, შქოფათენანა შეზომო ბათუმი შანაფინენ? ბათუმი დო იგი ხოენა და მო ხალქოშობონაფა ბაზარი შანაფა. საბაჩქაფა მინდა სოენამ ქორო, სოვორო ფიქრეკობოსო. მინა ეზომენ იგიანა მობიდალაჩქაფასირფათიანი ადამო. თოლა, შქოფათენანა შტო იგი გინენ ქობორო დიდი შინანანა. ჰამუჩქაფალას პახოფსო, გონოლა როგულაფადო. ბიჭო, მე მგონი მაგათ ლაზური ვაფშე დაავიწყდათ რაღაცა ისე ლაპარაკობდნენ რა. მეთქი ბიჭო, ახლა ჩისტა ლაზურად ილაპარაკებენ ჩვენებურად და მაგათმა ვაფშე კაროჩე რა. კაი, ნუ ახლა ჩემზე რაც ლაპარაკეს ბიჭო, ისეთი არაფერი არ ვთქვათ განაცუდი რომ მეწყინოს, მაგრამ ბიჭო, კარგიც ახლა ისეთი არაფერი არ ვთქვათ რა. რა ვიცი. ბიჭო, მაგაზე გამახსენდა ქვია, ადრე დავდე ვიდეო რა. ოღონდ აქ არა, TikTok-ზე დავდე კარჩე ერთი ვიდეო. კარჩე როგორი ამბავია. პრინციპში YouTube-ზეც მიდევს, კი, YouTube-ზე მიდევს კარჩე ეგეთ ვიდეო. ლაზური საუბარი რა, ჩვენების საუბარი, ხო იცი, ჩვენებურად რა და კარჩე ეგ მინდა რომ მოგასმენინო რა, იმიტომ რომ პირველი სტუმარი ხარ ლაზი ჩემს იმაში რა, ჩემს პოდკასტში და მეთქი ბარემ ეგ ვიდეო და ბარემ ხალხიც ნახავს რა და ეხა იქ რას ლაპარაკებენ ეგ უთარგმნოთ თუ არა, იქ შენ გადაწყვეტი რა, ვიცი რა. ბიჭო, მინდა რომ მოგასმენინო კარჩე რა. ჰამშო, ნანშკანი შკორი ღუჯა გორკიშიანი. ჰაკშკანი მუქული ორთადიდე შქალემზე ირდა. ბაშკანინ ციმანეზელია ლენი ღუჯა თორბაირთ. ოროგ მუთორბასხორე, მუჯამათი შინივილი თორბამზედე მეციმა. მუშქორო ლეჯამათი, თორბასვილი ბაშკან შამზეთიმე. მუმე ციმანეზელინ ციმანერტე შქორგე. ჰამშო, შელაპდე, ქულირაეზელ შავილი შქალემზე ქულიკი. მეციმან ოროშკანი მუქული. არ ვიცი, ახლა პრინციპში ამაში რა სათარგმნო, ყველაფერი გრამატიკულად სწორად თქვეს რა. რავი, ახლა მაშინ არაფერი არ არის ჩემს სათარგმნიან, არც ისეთი რამე არ ვთქვათ. სხვა შორის მეც მაქვს ეგეთ ვიდეო და მას ვიზავ. და ეგეთ ჩასვი რა, იმიტომ რომ ლაზური ვიდეოები ძალიან ცოტა რა და მეთქი, მაგრამ მოდი აქედან პოპულარიზაცია გავუწევ ჩვენ ენას. გიორგი, თაშვან სენიქანი ბანეი გურიცინე, თურქეთშენ ღრუიშკონებ. ბაღალეფენანახი, მარაშენი მხარეკანი რაფერარანე. ფერარანე. გიორგი, ჩვენ ასაქმე კახოულია, მარა თურქეთშენ ხონაფირამე გათოხულინა ნახით? ფათიჰი ანაგ მარაშენი მხარეაც უყურეკ, ბანეიჩაცებე ქანირამე ხახ. გიორგი, თურქეთიშენ ღრუა მოძრაობა დიდი ხონაფ, ქანირამე ახალინანე? ფათიჰი ხონაფი ახალი პროექტი ვიწყეკ, მარაშენა ჰოეგ ზეფემაინც ძლიერი გიორგი, ჩვენ ასაქმებშანე, თურქეთშენ რამე ჩაწებე, სუში ახალ გეგმაფერა. ფათიჰი რამე ესეთი შეხედულებადი და მარაშენი მხარე ახალი რამე შკონეთ გიორგი, ჩვენ ასაქმებშანე, თურქეთშენ რამე ჩაწებე, სუში ახალ გეგმაფერა. ფათიჰი ანაბა გეგმეფედიდიათ, მარასენაჩ ხონაფახალსვლა. ბაზარი არა, რა ქვია, თქონდა ჩვენ იმას უნდა გავუწიოთ, მაგრამ ბიჭო, ანუ ეს ცოტა ისეთი ლაპარაკია ჩვენ ენას, რავი, ლაზი შენ ხარ. ისე მაგარი ქორიძე ხარ, რა ქვია, ქორიძე რომელიც ლაზია. ხანო ლაზი შენ ხარ, მე შვეშ ვარ, ესე იგი მე პრინციპში რანაირი ლაზი ვარ, სისხლი კი მაქვს, მაგრამ ლაზეთში არ ყოფილი ვარ კარგახანია და შენი მენა იქ გაზრდილი ხარ რაღაცა და მე ბოლოს ვიყავი ლაზეთში, მე გეტყვი, ზუსტად გეტყვი,
არის 5 წლის წინ ალბათ 5 თუ 6 წელია ლაზეთში არ ყოფილი ვარ და რანაირი ლაზი მე ვარ რა ლაზი უნდა იყოს აი იქ იმ გარემოში როცა იზრდება და ყველაფერი ის იქაური რა ეხა შე როგორ ხარ და მე ბიჭო აი როგორ თქვა ენა შეიძლება ვიცოდე ლაზური მაგრამ აი იქ რა სიტუაციაა და ის ყველაფერი და იქ სხვა შორის ჩვენი ენა ხო ისეთია რა ლაზური ხო ისეთი ენა არა ზოგადად რომელიც ასე წერია ქართულივით რა ლაზურს არა აი ეგეთი კალიგრაფია და რაღაცები ან ლაზური არის როგორც მეგრული უბრალოდ სასაუბრო ენა სვანურიც ეგრეა პრინციპში ანუ ასოები არ აქვს რა ხო და ანუ აქედან გამომდინარე ეგ არის ესეთი სიტყვები ანუ ისეთი ენაა მაინც რომ ძალიან ცვალებადია რა და იქ ლაზების გარემოცვაში თუ არ ხარ არის მე ბევრი სიტყვა იქნება ახალი სიტყვები რომელიც შეიძლება ვერ გაიგო რა და ეგ ცოტა ისეთი პონტია ხო ხვდები ძალიან თავისებურად ხო და მოგეთ იმედია მიხვდი რა და თუ ვერ მიხვდი короче ასე გეტყვი რა გონენ აზე მანაშტე კე ლაზომ ვასტო ბაკაშატა замави фу мой это панин азел хубарета эгесте лазором белаташа гасибата идол бе хешете болон гардим пи шидун игапапа кесиманта парота пишате габа тобасинто да касабада вадо типате гирен дашата არ ვიცი ძალიან დაგვიწყები ან ლაზური რა არ ვიცი ესე რანაირად დაგავიწყდა ამ სიტყვები როგორ გერევა კი გასაგები ახლა რაღაც ბევრი ენა რო იცი შეიძლება აგერიოს ერთი ორ სიტყვა მაგრამ მე მგონი აქცენტიც უკვე გაგირბის იქეთ და ფიქრობ მართ არის ხართ 5 წელი რომ არ ყოფილა ახლა უნდა ჩამოხვიდე კაკრას აქვე ახლა ლაზური დღესასწაულია ხო იცი ჩვენთან ლაზური ხალხაც გეთება რაღაცები მოკლედ ლაზური საჭმელები ამ ჩვენი ფესტივალი გვაქვს რა მალე ხო და ჩამოდი კაკრას შენს ბებიასთან და ისქენათ რა ქვია ვისაუბროთ იქ და უფრო დაგიხვეწავ მაგას რა დორედ ადელა კეშაბადობა აჭალა ხადინა იბალ რიდან ხო გაგიგია ჩვენებური გამოთქმა ეგეც მომისმინე ეგ თქვენი გამონათქვამი საერთოდ არა ეგ ლაზური გამონათქვამი არა ეგ ჯერ ესეთი რომის იმპერიაში მასე იყო და მე მგონი ეგ გამოთქმა საერთოდ არაბების გამოთქმა მე როგორც ვიცი ანუ ძირითადად არაბულ იმაზეა კი ვიცი რომ გარკვეულ წყაროებმა იმას აწერენ ცოტა უფრო ძველ დროს და რომის იმპერიული იმას მაგრამ ეგ უფრო არაბული გამოთქმა და არა ლაზური ანუ რატო გიყვართ ეგეთი რაღაცეები რა ქვია დაბრალება და თან სომხები არის პრინციპში ეგეთი აი თარგმნიან რაღაც და ვითომ მათია და ეგრე არ არის ანუ მესმის ყველაფერი და რაღაცა მაგრამ მაინც რა ხო ისე მომიკითხე გუგული საბა გეუბნები ჩვენი გამონათქვამი და შენ თუ ჩემი სიტყვის არ ვიძირა მე არ ვიცი მაგი ანუ ეხა შენი სიტყვის ამჯერა რა ლაპარაკია დენხანე გიცნობ მაგრამ რავი პისპონტია ბიჭო რა არა ახლა მართ შეიძლება არასწორად იცი მე ვიცი რომ არაბული გამოთქმა და მე ხო იცი ისტორია არ მეშლება ზარანტა იაზატან ეთქე ჩერდი და არა მაქვს ლაზური პოდკასტი ეს არის ქართული პოდკასტი ვა მაინც უნდა გითხრა გურჯისტან бим საბაბაირახტაროღლი გურჯიმ всё ვა არ გალაზურა ვცებ თამამ გურჯისტან კარგია რაზე ვილაპარაკოთ ახლა რა გინდა ჯურაზე და მომისმინე ამ ხელა სვიაზების მქონე ლაზი ხარ რა მithumetes ოჯახი ყავს ისეთი აი ყველა სიცნობ ხო ლაზებს იმათ კაროჩ ლაზე ერთი ისეთ ლაზური ოჯახი ალბათ არა რომელსაც თქვენ არ იცნობთ შენ და შენი ოჯახი და ამ ეხსენი ამ ერდოღანთან რა ქვია როგორ ვერ გაჩარხეს ერდოღანის დედა ხო ლაზე იყო რაღაცნაირად ხო უნდა გაგეჩარხათ საქმე ისე რომ მოგეგვარებინათ საქმე რა ანუ ხო ხდები აი დედამისის ლაზური ფესვების მხრიდან რომ რაღაცა ერდოღანთან გეთქვათ რომ ესე და ესეა სიმონ და რაღაცა გვჭირდებაო ან თუ გაჩარხეთ მე რა პონჩი დამტოვით ასე გეთქვათ რომ ეგ კაი ბიჭია სიმონო ქართველია რაღაცა სახლი აგარაკი მოუხოდოთ არა მე გეთქვათ ბიჭო რა მე ხა მიწაზე მე ვარს არ ვეტყოდი მე რა რომ თურქეთშია ის მაიმას მე გავყიდი მაგ ფულით საქართველოში მშვენივრად ვიქნები რა ვიცი აი როგორ ვერ გახოდე ერთი ეგ მითხარი რა აი ერდოღანთან როგორ ვერ გახოდე ა
ეგ ცოტა რთული ამბავია. მოკლედ ესე იგი ვერ გავხოდე რა. ანუ როგორ ავხსნა ეგ არ ვიცი. დედამისის ლაზურის გამოვიკვლიეთ რა, მაგრამ ნახემად რა არის. კი, დედა ლაზი ყავს, მაგრამ ამ ლაზურ იმასთან არც ისე დიდი ფესვები აქვს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დავიგეთ, ვიცი ვინც ამ დედამისის ოჯახი რაღაცა, მაგრამ თვითონ ერდოღანი, ანუ არაა ჩვენებული, იმიტომ რომ დედა კი ყავს ლაზი, მაგრამ თვითონ როგორც ასეთი არც თავს არ თვლის დიდად ლაზად ბოლომდე და თან ლაზურიც არ იცის ისე კარგად, კი იცის რაღაცა სიტყვები, მაგრამ აი ძალიან ცუდად ლაპარაკობს ლაზურად, ანუ როგორ ვთქვა, აი პროვინციული ლაპარაკი რომ ახომ იცი, აი საქართველოში ქართლებისთვის ჩადე რაღაც პროვინციული ლაპარაკი, აი მასეთ ლაპარაკსაც კი ვერ ქაჩავს ერდოღანი და თან ვაფშე და არც მინდა რომ მაგაზე ვილაპარაკოთ რა და ეხა შენ თუ გინდა რა ქვია მე ხო იცი შენ გამო თებს გადავდგა პრობლემა რა შევაწყე ნებისმიერს და თუ გინდა მართლა რომ ერდოღანმა მიწა მოგცეს იმაში რა ქვია თურქეთში მე პრობლემა არ მაქვს ბოლომდე გავხოდა შენ გამო ხო იცი ბოლომდე მივაწვევი და მივხედავ მაგ საქმეს თუ გინდა მაგრამ ისე ეხა კი დედამისის ოჯახზე ბევრი რაღაცა გავიგეთ ერდოღანის დედაზე მაგრამ არა ეგ ჩემი საქმე ანუ მოკლედ მაგით კაცი შეწუხება არ გამოდის იმიტომ რომ ქართველი რო იყოს ბოლომდე იქ რაღაცა ღირსა რაღაცა ოჯახური მასში შეიძლება მოგვეგვარებინა მაგრამ ცოტა ეხა სხვანაირადაა რა საქმე ეგრე მარტივად არა აი რო ჩამოხვალ შენ ლაზეთში ეხა მალე ის იქნება ჩვენთან როგორც ვთქვი რა როცა ჩამოხვალ აი კაკრას მაშინ ვილაპარაკოთ მაგაზე დეტალურად და მაშინ აგიხსნი იმიტომ რომ ახლა პოდკასტში ეგ არის ძალიან რთული ასახსნელი თუ როგორ გავხოდეთ და რაღაცეები რა მაგრამ ისე გვაქვს ვიაზი დედამისის კაროჩე ერდოღანის დედის ბიძაშვილთან თუ რაღაცა კაროჩე ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი სადღაც ეგრე გვაქვს სვიაზი ან კავშირი მაქვს თუ რამე მოხდება ამ კავშირით შემიძლია რომ ერდოღანთან რაღაცა საქმე მოვაგვარო თუ საჭირო გახდება რა არა აი იმენას ვიაზახარ აი ბიჭო შენაირი კაცია საჭირო ყველგან რა გეუბნები რა იმენა ის რომ მყავს რა ქვია საერთო მეგობარი ხო იცი სვიზო რა კაროჩე სვიაზა აი იმენა აი მაგაზე ისე სვიაზიანი ტიპით თუ არისო რა რა ეგრე გახოდავს ნებისმიერზე ჩემ გამიშე გენაცვალე ბიჭო და შენ რა სიტყვის მოგწონს ბათუმი რამდენი ხანი არ ყოფილ ხარ პრინციპში და მოგწონს ბათუმი როგორია წინა სეზონზე არ ჩამოხვედი ახლა ჩამოხვედი და რავი მიჯოცა ჩამოსული ისე სხვა მიჯორი ჩამოსული იყო ვიცოდი მაგრამ გეოსთან ის ლაპარაკი ეგ არ ვიცოდი რა უნდა შევხვდე ისე მიჯოს რაღაცა ეს დღები არ მეცალა რა სულ საქმეები მაქვს ხომ მიცნობ ხან რას ვაკეთებ ხან რას კაროჩე რა და მიჯოსაც მინდა რომ შევხვდე რა ისე იქა იმ სასტუმროში თუ სად რა ხო და ისე შე როგორ მოგეწონება თუ ჯერ ეგ მაგაზე მიპასუხე და მე მიჯოსა და ახლა ეგეც მიპასუხე ხო ნუ ხო წინა სეზონზე ვერ ჩამოვედი იქ ჩვენთან საქმეები იყო რა ეხა მეც ხო მოცლილი არა ვარ ბევრი საქმეები გვაქვს იქ ოჯახური ამბებია რა ძირითადად ეხა ბიზნესი რა ოჯახური ბიზნესი ხო იცი და რაც შეხება ხალა ბათუმი როგორ მომწონს ძალიან მაგარია ბაზარია რა მით უმეტეს ეხა შენი ქალაქია და ცუც ვერ ვიტყვი და აი კარგია მაგრამ აი ბიჭო როგორ აგიხსნა აი ჩემს იმას მაინც ვერ ჯობია რა ჩემს დედულებს აი ქაურვას მაინც ანუ როგორ აგიხსნა მაინც ჩემი აზრით ჩემი ლაზეთი მაინც უფრო ლამაზე იქთან თები გვაქვს რაღაცეები აი ბიჭო ბათუმი კი კაია მაგარი გაქვს მაინც ზღვა სასტუმროები გულაობის ხრი ძალიან მაგარია მაგრამ როგორც ასეთი აი სილამაზე ბათუმში დიდად არაფერი არ გამგონებია რა აი ეგეთი რა ქვია ამაზე თაჟი შენცი რომ დუბაიში ვარ ნაყოფი თან ახლა არაბულ ქვეყნებში თურქული თუ იცი ძალიან თავისუფლად ილაპარაკებს იმიტომ რომ სალაპარაკო თურქული არაბულ ქვეყნებში იციან ხო და თურქულით მოვაგვარე გამბები ხო ანუ თურქულს ოდნა მეხმარებოდა ეხა იქ და დუბაი და ისეთი ქალაქები მაქვს ნანახი რომ ეხა დიდად ბათუმი არ გამყურებია მაგრამ მართლა მაგარი ქალაქია რა და ეხა შენ ეხა იცი რომ მაინც ჩემს იმას ვერ ჯობია იქ ლაზეთი და იქ რა ქვია ლაზეთი და ტრაბზონი აი ეს ორია რაც არის და აი ამის იქით უბრალოდ ის არა და მოგეთ მომეწონა რა ცუდი არ იყო
გავედი ყველაფერი მანახეს, შენი გადამკიდე რას ვერ ნახავდი ბათუმში. ხო და გიოს რა ისე ბიჭო მიჯო და გიო ერთად არიან რა, სასტუმროში არიან იქ. არ ვიცი აქ უნდა თქვა თუ არა, მაგრამ კარჩე პრინციპში მიხვდები რა გრანდბოლის წირო სასტუმროა. მე გვი გრანდბოლის არ დავიქ. კარჩე ხო ვიხდი რა ორფშია კარჩე ნომერი აღებული ერთი კაციანი კარჩე ახლა გიოს ერთად ხო იცი მაგათი ამბავი რა PlayStation-ს დაითრევენ, ჩართავენ და დილიდან საღამო და თამაშობენ ხან ჯერ რა ქვია როგორ არ ბეზდება, ჯერ ხო FIFA-ს ჩართავენ. მე რომელიღაცას უეჭვენ ნერვები ეშლება, მანდ უკვე ისა FIFA-ს რო ტრთავენ, აი უკვე უნდა დადობსონი რომელს მოეშლება პირველი ნერვები. ერთ-ერთს პირველი ნერვები მოეშლება რაღაცის გამო და ჩართავენ UFC-ს. მე რა თქმა უნდა ერთი მეორეს მაგრად დაჩაგრავს და ძირითადად მან გიოა ხოლმე ვინც მაგრა უბათქუნებს მე მიჯო ალბათ დიდი ალბათობით იტყვის რომ Mortal Kombat-ი ვითამაშოთ და მათ მიჯო და გიო თანაბრები არიან და ვინ მოიგებს ეგ ცოტა რთული საკითხია ხან ერთი იგებს ხან მეორე და ნუ მათ მაინც მიჯოს ალბათ აქ რაღაცა უფრო მეტი უპირატესობა ვიდრე გიოს და ალბათ მიჯო მოიგებს Mortal Kombat-ში და მე კაროჩე შედიან იქ და ნერვებს შლიან რა და დილიდან საღამომდე თამაშობენ და ახალ გიოსთან ერთადაა მაკდონალდსში რა სამი რაღაც რეკლამა კი გამომივიდა მაგრამ რავი ხო რა ახლა მაკდონალდსში არიან გიო და მიჯო ხო ისე ეგენი ერთმანეთის გარშე ვერ ძლებენ ეს მიჯო რა ქვია გიოს მეტლაზურს ასწავლის ის გიო ამ მიჯოს რა ქვია რუსულს ასწავლის და თან ასეთი ძმაკაცები მე არ ვიცი ერთად არიან კარჩე ერთად თავშობი დილიდან საღამომდე ერთად რა ქვია გულავენ ყვებს ერთად აკეთებინა ბიჭო ხო შეიძლება რა მოგინდეს რომ ცოტა ხანი დაისვენო ერთმანეთისგან დასვენა რა ქვია დაჟი მაგ ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება ხამის 3 საათზე ურეკავს მიჯო ურეკავს რა კარჩე მიჯო ურეკავს გიოს ხამის 3 საათზე რომ გიო ეხლა რა ქვია უნდა ჩავრთო მონიტორი და შემოდი და CS:GO ვითამაშოთო რა ბიჭო მე და ამ დროს წარმოიდგინე თან მე და მიჯო ვართ ერთ ნომერში ანუ მაგ მომენტში ვიყავით ერთ ნომერში რა ახლა არა მაგრამ იმ დროს ვიყავით ერთ ნომერში და ხამის 3 საათზე დაურეკა წარმოიდგინე მეძინა რაღაცა გვეძინა პრინციპში ორივეს მაგრამ მაგას ეთყობა არ ეძინა ღამის 3 საათზე რეკავს და შედის თამაშობს ოღონდ ეს აქ ბათუმში ჩამოსვლამდე რა იქ რა ქვია ჩვენთან ხო დიდი ის გვაქვს რა კომპიუტერი რაღაცები და მაშინ კარჩე ერთად გვეძინა რაღაცა პერიოდი და თან ხო იცი ხარ როგორ დიდი ოთახი გვაქვს და რაღაცა და მოკლედ ხამის 3 საათზე დაურეკა და მოკლედ ვერ დავიძინე რა ბოლოს მეთქი ამათ ახლა და მეთქი ახლა დავნიჟდავდე თქო ბუთხარი ორივე იყავით ჩემ წინააღმდეგ თუ მოგიგეთ ამ CS:GO-ში გაჩუმდებით და დამაცნით ძილს აი ზუსტად ეს ნიშნავს და თუ თქვენ მოიგებთ მეთქი მაშინ მაგაზე მაგარი რაღაცა მომთხოვეს კაროჩე ხო იცი ეს ჩემი ნაგანი რომა რა ჩემი ძველი იარაღი კაროჩე ეგ იარაღი უნდათ რა ორ კაცი ეგ იარაღი როგორ და გაიყო მე არ ვიცი მაგრამ კაროჩე ეგ იარაღი უნდათ აი მეთქი ხა ნაგანზე რო ათამაში ცოტა კი რთული ამბავია მაგრამ აი დავჯდეთ მეთქი შევედი კაროჩე ორივეს ისეთები ვუკეთე თითქმის ვერც ერთხელ ვერ მომკრეცა ერთი-ორი კლუბა კი იყო მაგრამ ეგენი ეხა ორი ერთზე მაინც რთული იყო რა მაგრამ ძირითადად ეხა კემპერობას დაარქმე თუ რასაც დაარქმე მნიშვნელობა არ აქვს რა კი შეიძლება ცოტა კემპერულად გამოდიოდა მაგრამ ვიცი ეს თამაში და რა ტაქტიკურად ისე გავაკეთე რომ პირდაპირ ამოვიყო და ვესროლე და მშვენიერიც გავაკეთე მე თუ მკითხავ რა ვიცი ვაუგე ორივეს კაკრასა მოვუგე რა ორი ქულით კარჩე წინ ვიყავი თვითონაც მაგრადისკნეს მაგრამ ნუ ისე ვიყავი კარჩე ძირითადი ჩემი ამბავი იყო რა სწორ ადგილას სწორ მომენტში უყოფილიყავი რომ როგორც გამოვიდა მესროლა და თან ერთს რომ მოვკლავდი მეორე ხო იცოდა ეგ ადგილი სად იყო და მიწევდა ადგილს შეცვლა და მაგ მომენტში შეიძლება მოგვიტარიყავი თორე მოვუგე რა კარჩე მე მშვიდად დავიძინე და რა ქვია ოღონდ ეს თელი სროლები გაგზელა 1 საათი სადღაც 5-ზე დავიძინე და ამ დროს წარმოიდგინე ამ დროს წარმოიდგინე უნდა გავიღვიძო 9 საათზე
9 საათზე უნდა გავიყო, ან მაქსიმუმ 10 საათზე, იმიტომ რომ პირველზე ან ორზე უკვე საქმეზე ვარ გასასვლელი. და აი ვერ გამოვიძინე წესიერად, მალევე გამეღვიძა, ანუ დავიძინე მასზე, უკვე 9:30-ზე ავდექი, უცებ ჩავიცვი, ვჭამე ყველაფერი და ჩქარა წავედი, რომ საქმე მქონდა და მაგათ რო ეცლიათ, 7-ად ავდგებოდი ალბათ 9 საათზე, 7-ად გამოძინებული და ეგეც კი არ მაცადეს რა და მაგათ короче რამე უნდა ვუპოვო რა, აი მენა ერთმანეთის ის არიან რა, რაღაცნაირად უნდა დავაცალკევო, მესმის კაცობაც მის და ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩუ ღამის 3 საათზე რო არაძინებ, ანუ ტეხავს რა. ეგ არ ვიცოდი რა ქვია მიჯოს ამბავი, მასე თუ იყო მიჯოს და გიოს ამბავი, კი ვიცოდი მოკაცოდე, მაგრამ ეხლა ღამის 3 საათის ამბავი არ ვიცოდი. კაი, ისე მართლა ანუ ამ პოდკასტში შენნაირი ტიპის მოწვევა ცოტა ის იყო რა, ანუ წინები ვინც მოვიწვე მოჭადრაკეები, ვინც ისტორიაც კარგად იცოდა და ანიმეებსაც უყურებდნენ და შენ მოგიწვიე იმიტომ რომ კაროჩა შენ რო არ მომეწვიე ხო აი ვერ გავჩერდებოდა რაღაცანაირად გულმა არ მომითმინა რა შენაირი კაცი რა ქვია პოდკასტში რო არა ნამყოფი სულ მაწუხებდა იმიტომ რომ აი შენ რო ლაპარაკი გიყვარს და ყველაფრის მოყოლა და ყველაფერზე რო ინფორმაცია გაქვს ეგეთი არ ვიცი რა სხვა არ ვიცი ანუ ეხა შენ რო გკითხო დარწმუნებული ისტორიაზეც მაგრად მიპასუხებ ანიმეებზეც იმაზეც პოლიტიკაზეც კაროჩა აი შენ ხარ ტიპი რომელზეც აი როგორ ვთქვა ცალკე ალბათ სერიალი უნდა გადაიღონ ისეთი ტიპი ხარ იმიტომ რომ იმდენად ბევრი ინფორმაცია გაქვს ჯერ საიდან გაქვს სხვა საკითხია მაგრამ ამდენი ინფორმაცია გაქვს და პოდკასტში როგორ არავინ არ მიგიწვია ისე ეგ მიგვისას ხო ისე შენი პოპულარობის ამბავიც მაინტერესებს ანუ უცებ ანუ თურქეთში და უფრო ახლო აღმოსავლეთში და არაბულ მიწებზეც რა და მეგონი ეგვიპტეშიც ანუ რაღაცნაირად უცებ გავარდა ეს შენი რამდენიმე ვიდეო რა და ანუ საიდან უცებ ეს გავარდა ქართველებმა ალბათ არ გიცნობენ ქართველები რა უფრო ის ტიპი ხარ აი აზია და თურქეთი რო იცნობს ხო ანუ ეგეც მაინტერესებს რომ საიდან გავარდა ეგ ვიდეო სადღაც გადაცემაში რაღაცა კითხები დაგისვეს კარჩე და ყველაფერზე ძალიან სწრაფ პასუხი გაეცე და რაღაცა მიგიწვეს სხვა გადაცემებში ხო ანუ ყველაფერზე პასუხი როგორ ქონდა მაგას არ კითხავ მაგრამ აი ის დაგეგმილი ქონდა რომ მაგ გადაცემით ძალიან პოპულარული და ის გახდებოდი ანუ სიმართლე რო გითხრას სხვა შორის არა ანუ პოპულარობა არ მქონდა მაგ გადაცემით დაგეგმილი ანუ მაგ გადაცემას ქვია ვის უნდა მილიონი თუ ხო რაღაც ეგრე რა ხა ქართულად მაგის თარგმნა ცოტა ისეთია თურქული გადაცემა ვის უნდა მილიონი თუ რაღაც ეგრე ქართულად კარჩე და აქ ამ გადაცემაში წვევენ ძირთადად ცნობილ ხალხს მაგრამ ეხა იყო ერთი ეგეთი ის რომ რა კითხვებიც ისმებოდა საქმე მაშინ ცნობილ ხალხთან მსახიობებთან სხვა შორის აი ის ტიპები იყვნენ მიწოლები შენ რომ მოგწონს ეშქიან დუნიანო ჰუჩუნდარ ოლმაზ აი მაგ სერიალიდან ჰიზი ჩაქირბელის პერსონაჟის შემსრულებელი და ალპასლანის წესდე ეგ გადაცემა პრინციპში შენახი გაქვს როგორც ვიცი და მოკლედ აი ეგეთი ისინი იყო და მე მქონდა გარჩე რატომღაც ყველაფერზე პასუხი რა ანუ ისეთი კითხვები იყო სადაც აი ყველა გადაცემაში იყო ისეთი კითხვები რომელზეც მქონდა პასუხები და პასუხები იმდენი მქონდა რომ ბოლოს ვეძი გავედი მაგათთან რა ის რომ რეჟისორი თუ რაც ქვია პროდიუსერი მაგათ პროდიუსერთან კაროჩი გავისაუბრე და ანუ უთხარი ყველაფერზე მქონდა მანდ რა კითხვებიც იყო შეიძლება ნებისმიერ და ის ყველაფერზე მქონდა პასუხი გამომცადა კიდე ცის და მოკლედ მითხრა ბაზარი არა გადაცემაში იმას ვიზამთ რა იმენა უნდა ჩაქსვათო და ბიჭო ეხა ისეთი გადაცემა იყო რომ წესით მაგ გადაცემას არც უყურებდნენ რა იმიტომ რომ ჯერ მე გამოვიდოდი და მე ის და ანუ წარმოიდგინე პროდიუსერმა ჩაიწერა ყველაფერი და მისვავდნენ სწრაფ კითხვებს ანუ იმენა ბლიც კითხვები რა ძალიან სწრაფად პასუხობდი ყველა კითხვას ისე რომ აი სავარაუდო პასუხები არ მჭირდებოდა აი ზუსტად ვიცოდი ყველა კითხვის პასუხი და თან თურქულად ახანად როგორც თქვი თურქული ენა ბრმაიცის ოსმალთა იმპერიის გამო მოკლედ ძალიან სწრაფად გავარდა რომ ასეთი ჭკვიანი ბიჭი და რაღაცები და სხვათა შორის ახლა რო გითხავდი დად მომწონს თუ არა რა იმიტომ რომ ტრაბზონში რო ვიყავი ჩასული ბიჭო იქ რაღაცნაირად ზედმეტი ყურადღება მივიქციე და ცოტა არ მომეწონა ახლა ვიცი შენ და ბევრს მოეწონებოდა ეგეთი პოპულარობა მაგრამ საქმე იმაშია რომ მე ცოტა ჩემებური საქმეები მაქვს რა და ჩემ საქმეში ეგეთი პოპულარობა უბრალოდ ხელს შემიშლის რა
იმიტომ რომ ხა როცა ტიპს ესაუბრები რაღაცაზე და უცებ რომ ვიღაცა მოდის პაპარაცი ან რამე, ცოტა ცუდია რა, მაგრამ სხვათა შორის მაგასთან დაკავშირებით მითხრეს თურქებმა რომ შექმენიო YouTube არხიო ან TikTok-იო და ისქენიო რა, მან ეგეთი რაღაცები გააკეთეო შემეცნებითი, მაგრამ ანუ მაგის დრო არ მაქვს რა, ანუ ჩემი დრო რაც არის თავისუფალი დრო, ეგ თავისუფალი დრო მიდის მართლა დასვენებაზე და იმასაც კი ვერ ვახერხებ ხოლმე რომ ჭადრაკი ვითამაშო შენთან ერთად. აი, ჭადრაკს თამაშობ მარტო შენთან ერთად. სხვებთან ერთად ჭადრაკი არ მითამაშია ალბათ. კი, ერთი იყო კიდე, თურქი სტრიმერი იყო. და ისე ანუ რაღაცა ტრაბახობდა რა სტრიმზე რომ ვერავინ ვერ მიგებს რაღაცები და მეთქი ვითამაშოთ. და ნახოთ რა, მე თუ ვერ მოგი ვაღიარებ რომ ვერავინ ვერ გიგებს მეთქი და დაჟე გავუმაზე მეთქი $500 ჩამოვიდე რომ $500 მოგწევ თუ მომიგებ მეთქი. აი როგორც კი შევედი და აი всё. აი უკვე ხო იცი რა ხელა გამოსლება ჭადრაკში და რაღაცები რა. ეს შენთან ერთად თამაშმა ისე დამხვეწა რომ შანსი არ ქონდა უბრალოდ. თან ანუ რა როგორც თამაშობდა. კი, ანუ კარგი და ზუსტი თამაშის სტილი ქონდა, მაგრამ აი ისეთი შეცდომების დაშვება ქონდა, ანუ როგორ თქვა, თან უყვარდა სწრაფი თამაში და არა დაფიქრებული თამაში. ხო და ეგეთი $500-ზე დავენძლავე და მოვუგე. მე $500 მისთვის არ გამირთვევი, ანუ $500 და ანუ თუ მოგიგე მეთქი, ანუ დაუმარცხებელი არ ხარ. და ანუ მინდოდა რომ მისი სიამაყე დამეწია და სხვათა შორის გამომივიდა, რა ვიცი. მე მგონი გამომივიდა, იმიტომ რომ მაგის მერე ეგ თლად დაუმარცხებლოს ვერ იძახის. მე კი უნდა დარემაჩი, მაგრამ მეთქი არ მცალია. ერთი ხედი უცებ მოვუგე და თან მერე სტრიმიდანაც გავედი პრინციპში რა. და მოდ მოგებას ხო შორის არ იყო რთული. ისეთ მარტივ შეცნობას უშვებდა რეალურად. დიდად შეცნობად ისვლები არ ითვლებოდა შეცნობა და ასაც აკეთებდა. უბრალოდ ვერ მიქაჩავდა ჩემებურად, როგორც ანუ მე რო ვთამაშობ, ჩემი სტილი გეიცი რა, მაგას ვერ გაუქაჩა. შენ სტილს ვერ გაუქაჩა? ვა. ბიჭო, რავი. როგორ გითხრა, რაღაცნაირია რა, რასაც შენ ამბობ. ანუ როგორ თან დაახლოებით ხვდები რა, ამაყი თურქი სტრიმერი, რომელიც ამბობდა დაუმარცხებელი, დაახლოებით ხვდები რა, ისეც ამბობს. სხვაშორის ჩემს სახელს გავს რაღაცა სადუ თუ საბუ თუ რაღაცა ეგრე ქვია. ბიჭო, მივხვდი რომ სტრიმერზეც ამბობ რა, საბო, მე მგონი საბო ერქვა. მოგეთ კაი სტრიმერია რაღაცა, მაგრამ ბიჭო, რავი, შენ სტილს ვერ გაუქაჩა, ისეთი არაფერი სტილი შენ არ გაქვს, რავი. მე თუ ვუქაჩავ, მაგრამ როგორ ვერ გაუქაჩა, ანუ თან რეიტინგი აქვს 1900-ზე რაღაცა. 2000 რეიტინგამდე სულ ცოტა აკლია. ისე 2000 რეიტინგზე იქნებოდა ალბათ შენ თან რო არ წაიგო. სხვაშორის ექსტრიმი არ მინახავს რა და მე რო ვნახავ რა, ვეტყვი იმას და ჩამიგდებენ რა მაგ სტრიმს, ჩემს ვეტყვი. ან თუ გინდა შენ ჩამიგდე, რავი. და ვნახავ მაგ მომიც კარჩე რა, როგორ მოუგე, მაგრამ ანუ რას ნიშნავს ვერ გაიქაჩა, ანუ რა გააკეთე, ან მან რა გააკეთა? ანუ ნახე როგორ მოხდა. ითამაშა ლონდონი. ოღონდ ლონდონი ითამაშა შავებით. და ლონდონში ჩემი გამოცდილება დიდი ახლა შენ იმიტომ მიქაჩავ რეალურად რომ არ თამაშობ არასდროს ლონდონს და შენ რა ტაქტიკითაც თამაშობ. ანუ ეგ არის როგორ თქვა, აი, პუდროთ როცა სახში თამაშობ, შენ თამაშობ საერთოდ სხვა ჭადრაკს და როცა თამაშობ ონლაინში სხვას და კიდე როცა პირადად ვიღაცა ოპონენტს თამაშები, თამაშობ სხვას. ეგ არის მიზეზი, რის გამოც შენ პროსტა ტიპი ვერ ამოგიცნობს და შენი თამაშის სტილი არ გამოდის, იმიტომ რომ ეხა მე რომ მეთამაშები მყუდროთ რაღაცა ჩვენ გარემოში, თამაშობ ცოტა ისე ტაქტიკას რა, მით უმეტეს როცა დროის ლიმიტი არ გაქვს და შეგიძლია საათები უბრალოდ ერთ სულაზე იფიქრო, ყველაფერი გათვლილია რა. ხო და ანუ შენ რეალურად მომზადებული რო იყო. აჭარსაც მოიგებდი და საქართველოსაც, მაგრამ არასდროს მაგას არ აკეთებ რა, მიხსოვს რომ შეგიძლია. არ ვიცი მაგასთან დაკავშირებით, ანუ მყუდროთ მეთამაშები მე თამაშობ აი დიალოგ ჭადრაკს და სიზუსტე აი 99 შეიძლება ვთქვათ. თუ ეთამაშები ვიღაცას ონლაინში ალბათ 80-86 სიზუსტე და პირადად რო ვიღაცა ეთამაშები სადღაც 79.6 ალბათ შენი სიზუსტე. ანუ რამდენად ზუსტად თამაშობ. ბიჭო,
შემიძლია ბაზარი არა გეთანხმები, მაგრამ ნახე როგორი პონტია, დონ მომსვენე. ეს დონ რაღაცანაირია, ჩეჩნურად თან დონ სიტყვა ნიშნავს მოკლედ და მოკლედ რო გეძახი ცოტა უცნაური, კაი. მოკლედ მართალი ხარ იმაში, რომ შემიძლია, რომ ორივე მომეგო რა საქართველოს და ისიც აჭარაც, მაგრამ შენ რომ რასაც ამბობ, რომ ის მომზადების ამბავი ნახე, როცა მყუდრობთ მართლა შენთან თამაშობ, მაშინ შემიძლია რომ კი ბატონო იდეალურად ვითამაშო დაჟე აი მყუდრო თამაში შემიძლია კომპიუტერს დავამარცხო, აი ყველაზე მაქსიმალური კომპიუტერი რაცა აი იმასთან შემიძლია თუ არ მოგეყაიმი მაინც ვითამაშო. აი მინფრეზე შემიძლია თამაში, მაგრამ აი ეგ არის მარტო იმ შემთხვევაში თუ მყუდრო თამაშობ სახლში და თან ისე ტიპთან, რომელთანაც ერთი 100 თამაში მინიმუმ უკვე გააქნა თამაშები, როგორც ანუ შენთან 100 მეტი თამაშიც თამაშები. 200-300 პარტია ალბათ უბრალოდ რაც გარჩეული გვაქვს და რაც არ გაგვირჩევია და ბლიცები ვითამაშეთ. ის ცალკე. და ნახე მან რა არის. აი ეგ თამაშის ჩვენი ძველი ამბავი რაც იყო. მაგით ვერ განსაზღვრავ, იმიტომ რომ მე არც ეგ პარტიები არ მითამაში არც საქართველოზე, არც აჭარაზე. იმიტომ რომ ეგ არის პარტიები, რომელსაც მართლა ჭირდება, რომ აი ისე დაჯდე ჩვენ კომფორტულად, როგორც ჩვენ ვიცით ისე. და ხო რა მე კიდე ვაფშე სხვა რაღაცა გკითხე, რა ითამაშა ასეთი რა, იმიტომ რომ ეხლა მე რაც შენთან თამაში, რაც მითამაშია, ჩემი და შენ თამაში ან თავდება ჩემი მოგებით, ან ფრეთი და იშვიათ შემთხვევაში შენი მოგებით. აი ძალიან იშვიათად რომ შენ მოიგო, რა ვიცი. მე ესე მახსოვს. თამითვეტეს მე ფაქტებიც მაგის ჩანაწერები მithomets რამდენიმეჯერ ვიდეოც მაქვს გადაღებული და მოწმებიც მყავს, რომ რამდენჯერ მაქვს მოგებული შენზე. ახლა მოგებული გაქვს ცოტა ზემდე თქვენია, მაგრამ ხო, ხშირ შემთხვევაში გაქვს კარგი უპირატესობა და მაგას ვუმბობ მეც. ჩემთან იებ და მე თავისუფლად შემიძლია მოვიგო მარტო თურქეთის ჭადრაკის ჩემპიონატი კი არა. შემიძლია მთელი ახლო აღმოსავლეთის და აზიის ჩემპიონატი მოვიგო, არაბეთის ის მოვიგო. ყველაფერი რა, ჩვეულებრივად შემიძლია ნებისმიერი სახის ჩემპიონი გავხდე, სადაც მოვინდომებ რა. დაჟე ევროპაზეც რო გავიდე, შეიძლება ევროპის ჩემპიონატიც აი უმარტივესად გავხდე რომ მოვინდომო, მაგრამ შენ რო ასეთ ტიპს უგებ, რომელსაც შეუძლია რომ ევროპის ჩემპიონი გახდეს. და ამ დროს საქართველოს ვერ იგებ, რა გჭირს მართლა ვერ გავიგე. სერიოზულად ოღონდ. ბიჭო, რატო ისქენი რა? კაი, ხო, ბაზარია რა. რომ შემიძლია, მაგრამ ეგ სხვა რაღაცაა რა. მაგას ჭირდება, როგორ თქვა, როგორ აგიხსნა, რომ აი ეგ საქართველოს ჩემპიონატი ან აჭარის ჩემპიონატი ტარდებოდეს ონლაინ, მაშინ შემთხვევაში ბაზარია რა, მაგრამ აი თუ მე სახლში არ ვარ მყუდროდ, ლამაზად დაგაგებულად, ისე როგორც მე მიყვარს, თუ ისე არ ვარ, ეხლა თან ხო იცი ჩვენთან როგორ არა, ჩვენთან რა ახლა ლაზეთში ეგრე რა, ბუხარი, ბუხართან, ბუხარემანთი რაღაც მყუდროდ, პატარა მაგი და კომფორტული სავარძელი. აი მასეთ ადგილას შემიძლია ბაზარი არა, რომ აი ნებისმიერ დავამარცხოს, რომ კასპაროვი დამიჯდეს მაგნუს კარსენი, აზრი არ ექნება, ვერ მომიგებენ. მანდ ოღონდ აი მენა ჩემს მყუდრო გარემოში და მithomets ონლაინში, იმიტომ რომ აი ონლაინში რომ ვარ, როგორ ვთქვა, აი და მოწინააღმდეგეც ჩემს ემოციებს რო ვერ ხედავს, უფრო მიმარტივდება რა, იმიტომ რომ ეხლა მოწინააღმდეგე რომ მიყურებს და მაკვირდება, ცოტა ეგეც ფაქტორია რაღაცა და აი ჩემთვის რო ვარ მყუდროდ, მაგ დროს მართლა შემიძლია ნებისმიერ დავამარცხო, მაგრამ ბიჭო აი იქ ხო არ ვარ ისე მყუდროდ რა, მithomets 1000 კაცია და რაღაცა და აი ონლაინში შემტარდებოდეს, მაგ შემთხვევაში ვიქნებოდი ჩემთვის მყუდროდ და მაგ შემთხვევაში შეიძლება კიდე მართლა ძალიან ისე მომეგო, მაგრამ ბიჭო ეგ ცოტა ისეთი პონტია რა. როგორ აგიხსნა. სტრიმზეც მე რო შევდიოდი, ჩემი რეალურად ნახე, ჩემი აკაუნთი რატომაც დაიხურა იმის კარჩე ჩესკომა და კეტა აკაუნთი რის გამო რომ ვითამაშე ძალიან კარგად თამაშობდი და ორი თამაში ვითამაშე ცუდად და მაგის გამო კარჩე გადააწყვეტა რომ ჩეთერი ვიყავი, რაც სისულელე იყო ალბათ, იმიტომ რომ იფიქრე ეგეთ რაღაცა რომ მანამდე ჩეთერობდაო და ახლა არის ჩეთერავ, რაც სისულელეა, თუ ვინმე სულ ჩეთერობს, ახლა რატო არის ჩეთერებს, აი ეგეც ვერ გავიგე რა. უცნაური ჩესკომს ჩემი აზრით აი ეგ აკლია რეალურად, აი ეს ადამიანური ფაქტორი. რომ ხელოვნური ინტელექტი, რომ ის ხელოვნური ინტელექტი მაგას ვერ იაზრებს,
რომ შეიძლება უბრალოდ ტიპი რაღაცა მიზეზის გამო ის პარტია ცუდად იმიტომ ითამაშა, რომ რაღაცა ცუდად იყო. ან ჩქარა ითამაშა, ხა შენ თუ იმას მომთხოვ, რომ ნახევარსაათიან პარტიაზე როგორ კარგად თამაშობ, ერთ წუთიან პარტიაზე ისე კარგად ვითამაშო, აი ეგ არ გამოვა, შანსი არა. იმიტომ რომ იმ ნახევარსაათში მაქვს იმის დრო, რომ მოწინააღმდეგის ყველა სვლა განვიხილავ, ამ ერთ წუთში მოწინააღმდეგის ყველა სვლას ვერ განვიხილავ ფიზიკურად. ანუ მაგ დროს უბრალოდ ინსტინქტური ისაა, რომ აი ეს თუ მიპასუხა, ის უნდა ვუპასუხო. ეს არის ელემენტარული მეხსიერება რა, სხეულის მეხსიერება, რომელიც ეს ხელმა ის დაიმახსოვრა, რომ ამაზე უნდა უპასუხოს ეს. ეგ სხვა რაღაცაა და ეხა მაგის გამო რომ ბანდა მე და ეგ არ მომეწონა. მაგაზე მივწერე კიდეც საპორტს, მაგრამ არ მიბრუნებენ რა და მაგარი მეწყინა რომ არ მიბრუნებენ. მითხა ჩეთერი ხარ, მაგრამ ჩეთერი რომ არ ვარ, რა ვქნა. ანუ ხო სერიოზულად ამბობ. და ვერა ვუხსენ ტიპს, მithos ვიღაცა ინდოელი იყო, კარჩი. ტიპს ვერა ვუხსენი რომ მეთქი. ის ერთი პარტია, რომელიც ძალიან ცუდად მაგ თამაშობდა, აღიარი კიდეც ის მაგ ნათამაშები ღამის 6-7 საათზე თან უძინარი ვიყავი. ვაფშე არ მეძინა. და ამ უძინარზე მეთქი რა ქვია, ჩავთავ რა, რომ ერთ ხელს უცებ წავითამაშებ, ერთ-ორ ხელს. და მაგ ძალიან ცუდად რო ვითამაშე და მარტივად ისქენი, კაროჩე მე გავთიში, დავიკიდე. მე უკვე სხვა დროს ჩავრთე ვიყავი, მაგარი ნასვამი. ნასვამზე რატომ მომინდა ჭადრაკის თამაში, ეგ არ ვკითხო. შევედი ონლაინში. ნასვამზე ხარ რა უნდა მექნა. ვერც ეგ ვერ ვითამაში კარგად და მაგის გამო რა, კარჩე, ორი პარტიის გამო. და მაგარი არ მესიამონა. და ტიპს ვერ ავხსენე, ამ დროს ვიყავი თვრალი, იმ დროს კიდე ვიყავი უძინარი. ჯერ ან უძინარმა კაცმა როგორ უნდა მოიგოს, ან თვრალმა მით უმეტეს. ხო და ნერვები რომ მომიშა მაგის გამო ჩესკომსავი დავანებე, მაგრამ ახლა ბოლოს ბიჭოს სტრიმი გავუშვი რა ჩესკომზე. რაღაცა ხო იცი მომენატრა. ახალი აკაუნთი დოღონდ. მაგრამ ეს ახალი აკაუნთი ბიჭო ნერვებს მიშლის. და თან იმ აკაუნტზე ყოველ დღე ვთამაშობდი რა დასაწყისში, რომ ამეკაჩა 2400 რეიტინგიდან. აუქაჩე თითქმის 2000 რა, 1800-მდე, 1900-მდე უკვე ვიყავი რა. მე ბოლ პარტიებს წაგებამ ძალიან დამაკლო რეიტინგი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიყავი ზემოთ ასული და მithos ვთამაშობდი ტურნირებზე. და ეგ უფრო დიდი სირთულე იყო რა, ცოტა ჰარდი ლეველი და რამე. აჰა, რაც მოხდა რა გიყო. ხო ნერვები რომ მომიშალდა რომ ვერ ავხსენით, დავიკიდე რა ეგეც და ბიჭო მაგას გიხსნი რომ კი შემიძლია რომ ყველა დავამარცხო, მაგრამ მხოლოდ იქ სადაც ჩემი გარემოა რა, ეხა ყველგან მაგას ვერ იცავ. და შენ მაგ მხრივ ულტიმატური ტიპი ხარ რა, ანუ შეგიძლია ნებისმიერ ადგილას სწრაფი თამაში იქნება თუ ნელი თამაში, ანუ შეგიძლია რომ გამოიყენო შენი პოტენციალი, შესაძლებლობები და მithos შენი და ჩემი თამაში ცოტა ისეთი პონტი, მაგრამ შენ ჭადრაკი ანუ სტილურად შენ ისეთ სტილი არ გაქვს რა, რითაც აი 100%-იან მოგების სტილი არ გაქვს, მაგრამ შენ გაქვს კონკრეტული მომენტის დანახვის შანსი, ანუ თუ მოწინააღმდეგემ შეცდომა დაუშვა, მაგის დანახვა შეგიძლია რა. თორე როგორც ასეთი რომ ან ძალიან მაგარი შეტევა გაქვს, ან რაღაც განსაკუთრებული სტილი, არაფერი, ჩვეულებრივად თამაშობ, მაგრამ აი ამ ჩვეულებრივ თამაში იმალება ის, რომ გაქვს კარგი ხედვა. ანუ მომენტში თუ დაინახე რომ შანსი გაქვს შეტევის, ისეთ შეტევის, სადაც არაფერი არ ზიანდება, ანუ თუ შეგიძლია რომ შეუტიო და მოწინააღმდეგე ძალიან დააზარალო, ან საერთოდ დააშამათო, აი მაგას ხედავ შენ. ის მომენტი გაქვს რა, დანახვის მომენტი. და აი მე აი ზუსტად ეგ მომენტი არ მაქვს, ანუ იმ მომენტში მე რომ ვთამაშობ, მთელი ყურადღება მაქვს ჩემ თამაშზე. და აი მოწინააღმდეგე შეცდომას უშვებს, მაგას იმ ხელ ყურადღებას არ უშვებ, თუ რა შეცდომა დაუშვა და შენ მენა აი მაგის დანახვა შეგიძლია, რომ აი ტიპი რომ თამაშობს მაგათად ლონდონს და უცებ ისიც რომ აი თამაში რომელიც ამ პარტიას კლასიკურად არ შეეფერება, აი მაგის დანახვა შეგიძლია რა, თეორიული ცოდნის გამო ალბათ. და მე ეგ არ მაქვს. ანუ ჩემი აზრით გააჩერა, ანუ შეგიძლია რომ ნებისმიერი შეცდომა დაინახო, უბრალოდ არ უთმობ ყურადღებას შეცდომის დანახვას. შენ ცდილობ რომ მოწინააღმდეგეს სვლა გათვალო, რომ აი ეს რომ მე ვითამაშე ამაზე, ეს შეიძლება უპასუხოზე ეს. და შენ ალბათ თავში გაქვს 5-6 სვლა მოწინააღმდეგეს რა შეიძლება ითამაშოს. მაგრამ აი ზუსტად მანდა შენი პრობლემა, რომ ის 5-6 სვლა გაქვს, რაც არის ლოგიკური. და როცა მოწინააღმდეგე უშვებს რაღაცა იდეალურ შეცდომას, ანუ მაშინ უბრალოდ ფიქრობ ის რა გააკეთა, ან რატომ გააკეთა. და როცა ფიქრობ რატომ გააკეთა,
და იმაზე კი არ ფიქრობ მაგდროს რომ აი ცუდი სვლა გააკეთა, იმაზე ფიქრობ რომ რა უნდა ამით რომ გააკეთოს და როცა აი ამაზე ფიქრობ აი მან დააშენე პრობლემა რომ იმის ვაგერად რომ იფიქრო რომ როგორ დაარტყა მაგდროს ფიქრობ რომ აი თავი როგორ დავიცვა და ეგ ააშენე პრობლემა რომ მაგდროს თავის დაცვა არა ასაჭირო მაგდროს უნდა შევდიო იმიტომ რომ როცა იდიოტური სვლა გააკეთა იმაზე კი არ დაიფიქრო რომ რატომ გააკეთა ეს იდიოტური სვლა რატომ გააკეთა ეგ თვითონ იცის მაგრამ შენ ის უნდა დაინახო რომ ეს რო ცუდი სვლა მე რით შემიძლია რომ ამას კარგი სვლით უპასუხო და გავიმარჯვო ანუ აი ეგ ააშენე პრობლემა რა მეტი არაფერი ეგ რო დამოყამო საერთოდ არ გეშენა პრობლემები მაგამ ხრი ხომ მიხვდი რა ანუ უბრალოდ გამარჯვებისთვის ეგ გაკლია რომ აი რატო გააკეთა ეს სვლა რა საჭირო მაგის ისა იმან თვითონ იცის რომ ეს სვლა ამიტომ გააკეთა შემდეგ ფიქრო იმაზე რომ როგორ მოვგო ახლა ამას რახან ესეთ შეცდომა დაუშვა მაგაზე არ მიფიქრია სხვათა შორის რა ბიჭო მე მაქვს აი ეს კლასიკური გაგება რა ხო ხტები მოწრაღდი რა სვლასაც არ უნდა აკეთებდეს ვფიქრობ რა უნდა მაგ ჩემი აზრით ეგ არა ჩემი პრობლემა რა შენ თქვი ჩემი აზრით ჩემი პრობლემა არის სტამინის ამბავი რა აი ტვინი იღლება იმდენს ვფიქრობ რა აი ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ჩემი აზრით ეგაა პრობლემა რომ აი ერთ სვლაზე გაკეთებულ სვლაზეც კი იმდენს ვფიქრობ რომ აი ყველაფერზე ვფიქრობ რა შეიძლება მეიპასუხოს და ამდენ ფიქრი და ბოლოს ტვინი იბურღება მართლა და ზდილობიანად რო ვთქვა აი ტვინი იბურღება ჩვეულებრივად იმიტომ რომ უერო იღლება და აი ეგ არა რეალურად ჩემი პრობლემა ალბათ რომ იმდენად ბევრს ვფიქრობ თამაშისას რომ არ ვიცი ალბათ ფიქრში რომ ნობელის პრემიას აძლევდნენ გინესის რეკორდი რომ ფიქრში არსებობდეს ალბათ მომცემდნენ ორივეს იმიტომ რომ აი ჩვეულებრივად მაგ მომენტში მე რო ვფიქრობ მაგდენს ალბათ პროფესიონალ მოჭადრაკე შეიძლება არ ფიქრობდეს იმიტომ რომ აი პროფესიონალ მოჭადრაკეები უბრალოდ თეორიები იციან და თეორიების მიხედვით თამაშობენ რა კონკრეტული პარტიები იციან და მე იმენა ფიქრის ის მაქვს მომენტი რომ რა ვუპასუხო რას მიპასუხებს და აი ამ ასობაში ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ შემეძლო ეს უფრო პრობლემა ვიდრე ის რაც შენ თქვი რა ოკეი როგორც კიდე ესე ფიქრე მაგაზე მაგრამ ახლა სხვაგაც მეინტერესებს ფეხზე რა მოგივიდა რა ქვია სერიოზულად რატო გაქაც დაზიანებული ფეხი ვერ დადიხარ გრძელი ისტორია რა ხო და მე მოგიყვე მერჩენი ახლა აქა შემიძლია პრინციპში ლაზურად რო გითხრა რა მომივიდა მაინც ჩემ და შენ გარდა სხვა ვერ მიხვდება ალბათ იმიტომ რომ ამ პოდკასტს არ ამგონი ელაზები ნახულობდნენ მაგრამ მაინც მეჩვენე რომ მე გითხრა რა იმიტომ რომ ხა რო ქართულად ლაპარაკობ უცებ რო აი მაშებიან აი ეგ არ მიყვარს ზოგადად არასოდეს რა არც პოდკასტებში არც ვიდეოებში რა უცებ და სხვა შორის რეპებში ანუ სიმღერებში არ მიყვარს ეგ რა ბიჭო ანუ ძალიან რომ მერეცვლიან რა ანუ უცებ რო როგორ პონტე ეს აი ქართულად რო უსმენ რაღაცა რეპს მაგალითად და უცებ რო აი ნახევარ რეპი რო ინგლისურად ანუ ინგლისურად რომ მინდოდეს მოსმენა პირდაპირ ემინემს ჩავთავდი შენ რატომ მოგისმენდი ინგლისურ რეპში ხო აი ეგეთი პონტია ახლა და მაგიტომ არ მინდა რომ ახლა უცებ ლაზურად შევცვალო ლაპარაკი ლაზურად გლაპარაკო რა მომივიდა ისაც მე და შენ დასწრეში გქონდა ლაზური მონოლოგი კაი ახლა აბა ის რა სიტყვია იმაზე რა ბარემ პოლიტიკას ცოტა შევეხოთ რა იმიტომ რომ ეს მართლა მაინტერესებს შენი აზრი ამაზე ანუ ახლა რო ტრამპმა შეარიგა აზერბაიჯანი და სომხეთი და საერთოდ რეფერენდუმი გააკეთეს რითაც თურქეთს დაუკავშირდა აზერბაიჯანი აი მაგასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს რა შენი აზრი და ხო რა ხო მიხვდი ანუ კი ვიცი აი ამბავი რა ტრამპს მაგის გამო ნობელის პრემიაზე წარადგენენ და რაღაცები მაგრამ ანუ ეგ დიდად ისეთი არაფერი რა დიდად არაფერს არ ცვლიდა რეალურად უბრალოდ აზერბაიჯანის ორი ტერიტორია ერთმანეთს შეუერთდა და ანუ სომხეთმა იცვალა სხვა შორის და აქ იყო ჩვენთან იყო ჩამოსული ერდოღანს შეხვდა და ნუ იქაც იყო პრინციპში მაგრამ ძალიან შეიცვალა სომხეთმა კურსი პრინციპში სხვა გზა არც ქონდა ფაშინიანი აი არა ისეთი ძლიერი რა ახლა და ალევმა ძალიან შეჭამა რაც შეეხება ირანში შიდა ბრძოლებია ხო და აი გდერეფანი სხვათა შორის სიმართლე ვთქვათ ყველა მხარეს აწყობს რა რუსეთის გარდა რა თქმა უნდა და რუსეთი უკვე რეგიონში აღარა ამიტომ კონკრეტულ მხარე და არ ითვლება ჯერჯერობით რა
თუ რაღაცა გრანდიოზული დაბრუნება არ ექნება. და მათ კიდე ჩემი აზრით საქართველოს უნდა გააქტიურდეს და ხმაწყლის სპორტი ააშენოს. სწორედ აი ეგრო დასრულდება ეგ დერეფანი. მე სერიოზული კონკურენცია იქნება საქართველოს დერეფანთან და ჯობს რომ საქართველოს ააშენოს რა ქვია ხმაწყლის სპორტები, რომ ცოტა უპირატესობა გადაიხაროს მისკენ რა. კაი, მეგობრულ ლაპარაკში ესე იგი ის გამოვჩა რა, თავარი რაცა კვიზი. აი, короче, უცებ დაგისვავ 10 კითხვას რა. რატომღაც ბოლოსკენ გადავდე თითქოს ეგ ისა, მაგრამ დასაწყისში მე ლაპარაკე იმაზე მოკლედ რომ სულ გამომივარდა და კაი. მოგეთ დავიწყებ ახლა მე კვიზს და შენ თითოეულ კითხვაზე მიპასუხე. 10 კითხვა სულ. კარგი, მიდი მკითხე. და თქოც ნებისმიერ კითხვაზე გახცენ პასუხს, იმდენი ინფორმაცია მაქვს რომ. კარგი, პირველი კითხვა. ვის ეკუთვნის ფრაზა? ქუჩაში გასეირნება ტვინს ხსნის. ეგ მე ქართული ხალხური გამონათქვამია. კაი, ვის ეკუთვნის? ბიჭო, ეს როგორ არის აბა ყველაფერზე მაქვს ინფორმაცია. ქუჩაში გასეირნება ტვინს ხსნის. ეს ეკუთვნის ჯონ კენედის. კაი, ნუ ის მაგას ცდილობ, მაგრამ გადადი შემდეგ კითხვაზე, აბა მეორე კითხვა რა არის? მეორე კითხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ აღარ არის ლაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი ახლა? ესე იგი მაინც ამიყოლია, კაი. მოკლედ, რატომ აღარ არის ნახე? პრინციპი შენ კი იცი, მაგრამ ხალხს ვიტყვი. კაი, მეორე კითხვაზე ესე იგი ასეთი ჩემი პასუხი. ესე იგი, საბჭოთა კავშირმა დადო შეთანხმება თურქეთის იმდროინდელ მმართველთან, რომელზეც თურქები ძალიან აფანატებენ და რაღაცა ათათურქთან. ათათურქთან დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ეს ლაზური მიწები გადავიდა თურქეთის კონტროლის ქვეშ და პლუს მერე დიდი რაოდენობით იარაღი შეიწყიდა საბჭოთა კავშირისგან და რეალურად როცა ძალიან ბევრი აქებს ათათურქს თავისი რეფორმებით და იმის გამო რომ გაიმარჯვა რეალურად ვერ გაიმარჯვებდა რომ არის საბჭოთა კავშირის დახმარება იარაღის მხრივ. საბჭოთა კავშირს არ უნდა რომ დასავლეთი რომ ყოფილიყო ანატოლიაში, ამიტომ ათათურქს მისცა დიდი რაოდენობით იარაღი და ასე უბრალოდ მერე სტალინის ბრძანებით მივიდა ათათურქი და ჩვეულებრივად გადაუარა მთელ დასავლეთს და კონსტანტინოპოლი დაბრუნა რა აიღო პრინციპში. თურქეთს არ ააწესთ კონსტანტინოპოლი, მაგრამ ახლა ასე ვიზავს დაპრობილემიც უკვე გაასტამბულეს. აი, მესამე კითხვა რა არის? კაი, მესამე კითხვა. ამაზე კარგად უნდა დაფიქრდე. ძალიან კარგად. ესე იგი, შენთვის რომელია სამშობლო უფრო მეტად, საქართველო თუ თურქეთი? მისმინე შეიძლება თურქეთი ძალიან მიყვარს, თავისი მიზეზები მაქვს, მაგის და ეხლა ყველაფერს შემოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ სამშობლო მაინც საქართველო, იმიტომ რომ მაინც ლაზები ქართველები არიან და მაინც აქაური რა, უფრო საქართველო მაგრამ სამშობლოდ მაინც საქართველოს ვაყიარებ. აი, შემდეგი კითხვა. რომელია შენი საყვარელი ლაზური და ქართული სიმღერა? ორივე ერთ კითხვაში. აი, ჩემი საყვარელი ლაზური სიმღერა არის, არ ვიცი, ეგეც თუ არა, დედაუფლის გული, რაღაცა ეგრე ქვია. ქართულად მაგის თარგმანა ცოტა ისეთი ამბავია, სათაური, ლაზური სათაური აქვს მოკლედ და გული რა, ხო და ეგ ძალიან კაი ლაზურისა სიყვარულზეა, ოღონდ ნახევრად. ცოტა რთული ასახსელია, ვინც იცის, მე თუ გინდა მომენტი ჩავსვათ მონტაჟში მაგის. მოკლედ და ქართული ჩემი საყვარელი ქართული სიმღერა არის ვაშკაცა დანისი გვდილი თავი მძინარე გონია. აი ეგ სიმღერა რა. და ის ლაზური სიმღერა კაი იქნება თუ მომენტს ჩასვავ. ამაში რა ქვია რომ მოусმინონ და მე თუ ნახავენ ძალიან კაი იქნება, რომ მართლა კაი მუსიკა ლაზურად. მივხვდი კი რომელი მუსიკაც ამოვანო ახლა სახე ანუ შენ სახელი არ ასწორა თქვი, მაგრამ ახლა რომ ნახე მივხვდი რომელზეც ჩავსვავ რა მონტაჟში, კარჩე, მართლა კაი მუსიკაა, მაგრამ ბიჭო ახლა მდელ თაობას დიდად არ მოეწონება რა, მაგრამ ისე მაგარი მუსიკაა, გავუშვებ ახლა მონტაჟში, ჩავსვავ მაგინას და მე მეხუთე კითხვასაც დაგისვა. Chai ten
yok şakalati tirid bicepe Çay ten yok şakalati tirid bicepe Hey yana 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 hey ay moli hey yana მოკლედ შემდეგი მეხუთე კითხვა არის რომ რომელია შენ საყვარელი ლაზური სიტყვა ჩემი საყვარელი ლაზური სიტყვა არის მოკლედ ეს სიტყვა პრინციპში ყველა მცის ჩქიმსევ და თარგმანი პრინციპში ისედაც გასაგებია კარგი უცნაური იყო რა ქვია ეგ ანუ უცნაური პასუხია რა მეთქი რაღაც ესეთ სიტყვას იტყვის რა რაც მარტო ლაზებმა იციან და ამ დროს ჩქიმსევ და ჩქიმსევ ანუ ისეთი სიტყვაა რომ ანუ მართლა ყველა მიცის რავი ეგ როგორ არ უნდა იცოდე კაი ხო მოკლედ შემდეგი კითხვა მეექვსე კითხვა არის რომ რომელია შენ საყვარელი მოჭადრაკე ჩემი საყვარელი მოჭადრაკე არის პრინციპში მე და საერთო გვაქვს ეგ რა კასპაროვი ხო რა კარგი მეშვიდე კითხვა რომელია შენ საყვარელი თურქული სიმღერა ეს სევდიანი სიმღერაა პრინციპში მაგრამ არ ვიცი თვითონ რა თეთრ ცერმა სიმღერა განახი პრინციპში ეგეც ჩასვი რა მონტაჟში ანუ ეგ ხმა ანუ ხო მიხდი ძალიან კაი მუსიკაა თეთრი ჩიტი თუ რაღაც ეგრე ქვია სახელი არ მახსოვს მაგრამ ძალიან მაგარი ხალხური მუსიკაა Yeni kapıda atlılar uyanman aman Yeni kapıda atlılar uyanman aman Derdime dertler kattılar uyanman aman Yaraman aman Derdime dertler kattılar uyanman aman Yaraman aman Yarim beni beğenmezdi uyanman aman Yarim beni beğenmezdi uyanman aman Bak bana nişan taktılar uyanman aman Yaraman aman Bak bana nişan taktılar uyanman aman Yaraman aman გაითის გავედით მოკლედ ბოლოში შემდეგი კითხვა მოკლედ მერვე კითხვა და ეს კითხვა ცოტა უფრო საფიქრალია რა ვიდრე ხა ის ანუ შენი აზრით რომელია ანუ შენ ხა თურქულ ენასთან ძალიან დიდი შეხვედრა და რომელი ენა უფრო მოგწონს რა სილამაზის მხრივ და სიმართლის მხრივ და ყველაფერი მოკლედ ქართული თუ თურქული რომელი უფრო მოგწონს ხა რომელი ენა უფრო მოწონს მეკითხე ხა ნახე იმის სირთულის მხრივ და რაღაცა ნახე უფრო მარტივია თურქული რა რატო უფრო მარტივია ეგ შენც იცი და მეგონი ყველა მიხვდება ერთ თვეში ისწავლე თურქულს უფრო მარტივია მაგრამ აი მე რომელი ენა უფრო მოწონს მე უფრო ქართული მომწონს და ხა ჩემთვის ქართული ისწავლა უადვილესი იყო რავი თურქულზე მეტად გამედულდა და ჟე თურქული უფრო გამერთულდა ანუ განა თურქული ფესი თუ რა იყო ჩემს მაგრამ ანუ ქართული უფრო მარტივი იყო რა კიდე და ამიტომ მე მაინც უფრო ქართული მომწონს და ვაფშე რანაირი კითხოს მისო ქართველ კაცს რა კარგი მეცხრე კითხვა ვინ არის ყველაზე დიდებული ლაზი ქაზიმ ქოიუნჯუ კაი მეათე კითხვა რას ფიქრობ სტალინზე იოსებ ბესარიონოვიჩზე ну რა საერთო მასშტაბით ჭკვიანი კაცი იყო ნამდვილად ახლა ვერ ვიტყვი რომ კეთილი იყო მაგრამ ჭკვიანი ნამდვილად იყო რაც შეხება პატრიოტიზმებს და ბევრია პატრიოტებს მაგასთან დაკავშირებით მოკლედ თვითონაც თქვა რომ მე ვარ რუსი ქართული წარმოშობით რა და მაგ სიტყვის მერე მაგას პატრიოტს ვერ დავუძახებ რა ხო ხდები აი თუ ამით დავასრულეთ მაშინ დაიმშვიდობე და დახვდეთ აბა კარგი მაშინ მოდი მუსიკით დავამთავროთ ეს ეპიზოდი Aman vay aman aman Kuşlar bile yuva yapmış Uyanman aman vay aman aman Bir kuş kadar olamadım Uyanman aman vay aman aman Yarın evleniyorsun. Heyecanlı mısın? Vallahi bugünlerde gördük ya çok şükür Yusuf. Edersen başına.
İnşallah.